დღევანდელ დღეს ღმერთმა მრავალს დაგასროთ თქვენ და სრულიად საქართველო ამინ. დღევანდელ დღეს ჩვენ კვლავ შობის დღესასწაულს აღვნიშნავთ. შეიძლება თამამად ასე ითქვას, შობის დღესასწაულის წარგზავნამდე ყოველი დღე ქრისტეს შობის სიხარულის დღე არის. ამიტომაც გადავწყვიტე კვლავ ვისაუბრო ამ თემაზე, რადგან ღამის თევაზე შეუძლებელია ხოლმე რაღაცა ადამიანს სულ რო ოქროს სიტყვები ელაპარაკო, ღამის თევის ვრცელი მსახურების შემდგომ რაღაც შემეცნება ცოტა რთულდება ხოლმე, იმიტომ რომ იღლება ჩვენი გონება და დღევანდელ დღეს შევეცდები ვთქვა ის უმნიშვნელოვანესი მომენტი, რაც ქრისტეს განკაცებას, ძეღმერთის განკაცებას ეხება და ჩვენს ცხოვრებაში ეს როგორ უნდა აისახებოდეს. უპირველეს ყოვლისა, სახარებისეული ამბებიდან უნდა ვიმსჯელოთ, რა მოხდა და როგორ მოხდა. ჩვენ ვიცით, რომ ქრისტეს შობის მოვლენები ასე არის აღწერილი. მათეს სახარებაში წერია, რომ როდესაც ქრისტე იშვა, მოგვები მოვიდნენ აღმოსავლეთიდან მის თაყვანისაცემად. ლუკას სახარებაში ასეთი რამ წერია, რომ როდესაც მწყემსები მწყემსავდნენ თავიანთ ფარას, ანგელოზთა დასი იხილეს, ზეცა გაიხსნა და ანგელოზების გალობა, დიდება მაღალთაშინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. აი ესეთი სიტყვები იხილეს და ეხარათ, რომ იშვა მხსნელი მაცხოვარი, გაიქცნენ მის თაყვანისაცემად. ვინ არიან ეს ადამიანები, ამის შესახებ უნდა ვილაპარაკოთ და მერე ჩვენ როგორ შეიძლება ცხოვრობდეთ, ისე რომ ამ ადამიანებს ვემსგავსებოდეთ თავიანთი გულგახსნილობით და გონება გახსნილობით მინდა გითხრათ. მოგვები იცით ვინ არიან? მოგვები არიან დღევანდელი გაგებით მეცნიერები. წყემსები ვინ არიან? დღევანდელი გაგებით უბრალო ადამიანები, რომლებსაც უმაღლესი განათლება არ აქვთ. აი ესეთი არის ადამიანის ცხოვრება. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ქრისტეს შობის აი ეს მოვლენები, რომლებსაც ჩვენ სახარებაში ვკითხულობთ თუ ისე გარდამოცემით რაღაცა შეიძლება გაგვიგია, ძალიან ბევრ რამეზე მიმანიშნებელია ხშირ შემთხვევაში. რაღაცას ისეც მიგანიშნებ, შეიძლება არასდროს არ მიგიქცევი ამისთვის ყურადღება, მაგრამ ახლა უნდა მიაქციო ყურადღება. ერთი არიან მეცნიერები, რომლებიც აი მაშინდელი დროისთვის აი უმაღლესი განსწავლულები არიან. მოკლედ, მაშინდელი ოქსფორდის კურსდამთავრებულები არიან. ასე შევთანხმდეთ. და ესენი მწყემსები ვინ არიან? მაშინდელი, ესე იგი საშუალო განათლებაც რო ვერ მიიღეს და 9 კლასს დამთავრებულები არიან, დაახლოებით შეიძლება ასე ითქვას. აი საზოგადოების ერთი ნაწილი და საზოგადოების მეორე ნაწილი, რომლებიც მიდის ქრისტესთან თაყვანისაცემად. მეფე, რომელიც გაიგებს, რომ ქრისტესთან თაყვანისაცემად მიდიან, ეს მეფე გადაწყვიტავს, რომ მოკლას ის თაყვანისცემის ნაცვლად. საზოგადოება ებრაელთა, რომლებიც ამას გაიგებენ, ამ მეფეს მხარს უჭერენ მის მკვლელობაში. ასეთი გახლავთ ხშირად ადამიანების მიერ გამოჩენილი რაღაცა სისასტიკე და ასეთი გახლავთ ხშირად უგუნურება, გონების დაბნელება, როდესაც ადამიანი ფიქრობს, რომ თავისი ლოგიკით შეიძლება რაღაცა მოვლენები ახსნას. აქედან გამომდინარეა ყოველივე ეს, როდესაც თავის ტვინს, თავის, ესე იგი, რაღაცა ინტელექტს მინდობილი შეიძლება წყვეტდეს რაღაცა მოვლენებს და ისეთ მოვლენებს, როგორიც არის საღვთო განგებულება, რომელზედაც პირიქით შენ უნდა იყო მინდობილი და ამის ნაცვლად რომ შენ მინდობილი იყო, პირიქით შენ ცდილობ რომ საღვთო განგებულება ისეთი მიმართულება მისცე, როგორც შენ გაწყობს და ისე ახსნა ეს მოვლენები ყველაფერი. რატომ არის რომ ბაგაში დაიბადა? რატომ არის რომ გაიზარდა და სასწაულებს ახდენს და ყველა სასწაულის შემდგომ ამბობს, რომ არავის არ მოუყვეთ ეს ამბავი. რატო რა ცუდია ამბავი, რომ გაიგებ ქრისტემ, რომ ესეთი სასწაული ამბობს, რომ არავის არ მოუყვეთ, არავინ არ იცოდეს ეს ამბავი. ერთი მარტივი მიზეზის გამო. ის მას შეეძლო უпроსწორად სრული შესაძლებლობა ჰქონდა ამისა, მოსულიყო, დაბადებულიყო როგორც იმპერატორი. და იმპერატორი არა ერთი რაღაცა პატარა იმპერიისა, არამედ გამختارიყო მსოფლიო იმპერატორი და ძალადობრივად მოემოქმედებინა ის, რაც მან ნებით აღასრულა და რაც ნებით უნდა აღესრულებოდეს ჩვენს მიერ. ასეთი გახლავთ მისი
სიმდაბლე რომ ბაგაში იბადება და ყველა სასწაულს რომელსაც აღასრულებს ყველა სასწაულს მალავს როგორ რაღაცა არ დაიმალება მთაზე ანთებული სანთელი როგორც სახარებაში წერია მაგრამ მალავს როგორც შეუძლია საზოგადოებას მოუწოდებს რომ ნუ ილაპარაკებთ ამაზე ნუ იმეტყველებთ ამაზე იმიტომ რომ ჩემი მოსვლის მთავარი მიზანი არის რომ თქვენ შეიცნოთ ჭეშმარიტება და არ ზდიოთ უკან სასწაულებს რაღაცა ნიშნებს რაღაცა მოქმედებებს არ იყოს თქვენთვის სასწაულად ის პირველად როდის მოინდომეს იცით უნდა გადავუხიოთ ემას მაგრამ უნდა გითხრათ პირველად როდის მოინდომა საზოგადოებამ რომ მოდი ქრისტე მეფედ ვაკურთხოთო იესო ქრისტემ გადაწყვიტა საზოგადოებამ რომ მეფედ ეკურთხებინათ და როდის მოხდა ეს იცით როდესაც 5000 კაცი გაძღა 5 პურით პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით აი პირდაპირ ასე იფიქრეს რომ ახლა 5 პურით თუ ამას 5000 კაცის გაძღობა შეუძლია ესე იგი როგორ ქვეყანაში შეიძლება გვაცხოვროს როგორი პირობები შეიძლება მოგვიწყოს კომუნალური როგორი თქვათ ეკონომიკა და როგორ ამიტომაც პოლიტიკური ლიდერი არასდროს არ ყოფილა იესო ქრისტე და არ მოსულა ამისთვის თუმცა კი შეეძლო რა თქმა უნდა ვინ აღუდგებოდა წინ მის ნებას ის მოვიდა იმ ჭეშმარიტების შესაცნობად რომელმა ჭეშმარიტებამაც შენ უნდა გაგათავისუფლოს სწორედ ამ ყველაფერზე მიჯაჭვულობისგან რაც არის ეს პოლიტიკური ლიდერობა იქნება ეკონომიკური მდგომარეობა თუ ისა თბილი კომუნალური პირობები ამიტომაც ჩემო ძვირფასებო თუ კარგად დაფიქრდებით ჩვენი მდგომარეობა აი ამ დღეებში უნდა იყოს მესმის რომ შობა სიხარულის დღესასწაულია ბუნებრივია დიდი სიხარულია თითოეულ ჩვენგანში მაგრამ ეს ჩვენი სიხარული საცივში და გოდში თუ დაიკარგა იცოდეთ რომ გაქარვებადია ესა და გამჟავდება ის საცივი მოკლედ რამდენიმე დღეში რასაც ვერ მოერიეთ შესაჭმელად და რა დაგრჩება ამის შემდგომ ამაზე უნდა ფიქრობდე ადამიანი ამიტომაც ჩვენი მთავარი მიზანი ამ დღესასწაულის შესაცნობად არის რა იცი ისე უნდა დაიმდაბლო თავი რომ წახვიდე იმ ბაგაში სადაც ქრისტე დაიბადა ოღონდ რა თქმა უნდა სულიერი თვალსაზრისით გულისხმობ ამას როგორც მოგვები ჩამოვიდნენ გამოიარეს ძალიან დიდი გზა ანუ მეცნიერები ოქსფორდ დამთავრებულები ასე ვთქვათ თანამედროვე ენაზე გასაგები რო იყოს მოვიდნენ იმ ბაგაში ასე დაიმდაბლე ისინი მეფის ჩამომავლები იყვნენ იცით უბრალო ხალხი კი არ იყო თავიანთი გვარიშვილობითაც ძალიან მაღალი წოდება ეჭირათ იმ ადამიანებს და მოვიდნენ და დაიმდაბლეს თაყვანისაცემად თავი და ასევე მწყემსები რომლებიც მოვიდნენ და ასევე დაიმდაბლეს თავი და თაყვანისცეს ესე იგი ახალშობილ მაცხოვარს ჩვენი მდგომარეობაც ესეთი უნდა იყოს რომ ჩვენ ახლა აი ამ ბაგაში შეხედვა უნდა შეგვეძლოს და გაჩუმება უნდა შეგვეძლოს ამ სიჩუმეში იმ ჭეშმარიტების აღმოჩენა უნდა შეგვეძლოს რომ რა მოვლენასთან გვაქვს საქმე მოვლენები უამრავი მომხდარა კაცობრიობის ისტორიაში და კვლავაც მოხდება საზარელიც და სასიხარულოც მაგრამ აი ასეთი მოვლენა განა იმიტომ რომ ქრონოლოგია ასე იწყება ჩვენი ისტორია ასე ითვლის მსოფლიო ისტორია ქრისტეს შობამდე და ქრისტეს შობის შემდგომ ესეც კი შეიცვალა კალენდრის ათვლაც კი შეიცვალა მაგრამ შენი მდგომარეობა სულ სხვა უნდა იყოს იმ ჭეშმარიტების აღმოჩენაში და იმ გაჩუმებაში თუნდაც რომ გადადო დროა უკვე უნდა რაღაცა ეს ნამარხულებზე რაღაცა ერთიანად მე გახსნილების ამბები და დაიწყო ახლა უნდა ფიქრი რომ რა მოვლენაა ეს რომელი ჭეშმარიტების შეცნობისკენ აი ეს სიტყვები რომ მან მოიტანა ნათელი იმიტომ რომ ნათელია სოფლისა იმიტომ რომ გაგვათავისუფლოს ჯოჯოხეთის ტყვეობისგან ხომ ხშირად მოგისმენიათ მაგრამ გაცნობიერება შინაგანად უნდა შეგეძლოს ამ ყოველივესი და ვერანაირად ვერ მოახერხებ ამას თუ არ დამდაბლდები ისე რომ იმ ბაგასთან არ მიხვალ სადაც იშვა ქრისტე მაცხოვარი და ეს ბაგა არ გახდება შენთვის რაღაცა გეოგრაფიული ადგილი კი არა ეს ბაგა თუ არ გახდება შენი შინაგანი მდგომარეობა თორე გეოგრაფიულ ადგილად ჩვენ სხვათა შორის არ ვიცი გიფიქრიათ თუ არა ამაზე ნაძვის ხეებს ოდესაც ვაწყობთ სახლში იცოდეთ რომ ეს ამას ემსახურება ეს ამისი გამოხატულება ნაძვი რა არის მარადმწვანე ანუ სიცოცხლის სიმბოლო თავზე ვარსკვლავი რატო ედგმება იმ ნაძვს გიფიქრიათ ამაზე აუცილებლად ვარსკვლავი რო უნდა იყოს წვერზე დამაგრებული ეს არის ის გამოჩინებული ვარსკვლავი
რომელმა ვარსკვლავმაც მოგვები ჩამოიყვანა და თაყვანისცემის ადგილი მიანიშნა და მწყემსებიც მოიყვანა და თაყვანისცემის ადგილი მიანიშნა, სად უნდა მომხდარიყო თაყვანისცემა. ამიტომაც ყველა სახლში შეიძლება იდგეს ნაძვის ხე და ამაზე არ გიფიქრიათ, იმიტომ რომ ესეც გარეგნული მოქმედებაა. ესეც რაღაცა სიმბოლური გაკეთებაა ყოველივე იმისა, რომ ჩვენ ამით შეიძლება გავიხსენოთ რაღაცა ამბავი, რომ აი ამ ვარსკვლავის ქვეშ, აი ამ სიცოცხლის ხის ქვეშ არის რაღაცა მოწყობილი პატარა ბუდე, სადაც ბაგას აკეთებენ ხოლმე ეს აღმოსავლეთის, დასავლეთის ეკლესიებში განსაკუთრებულად ძალიან პოპულარული ამბავია, რომ რაღაცა მთელი აი ამ თოჯინების სცენებს აწყობენ ხოლმე იქ. ამიტომაც შენი შინაგანი მდგომარეობით უნდა დაუკავშირდე ამ ყოველივეს. დაუკავშირდე როგორ უნდა იფიქრო ამაზე, როგორ უნდა გააცნობიერო ეს აი ამ ჭეშმარიტების შესაცნობად, რომ ასე უნდა დაიმდაბლო თავი და უნდა იფიქრო, რომ მას შეეძლო ყოფილიყო იმპერატორი და ასე არ გააკეთა. მას შეეძლო ყოფილიყო ძალიან პოპულარული თავისი სასწაულების აღსრულების შემდგომ და ასე არ ფიქრობდა და ასე არ გააკეთა. მას ჰქონდა, რა თქმა უნდა, რომელმა განათლებულმა ადამიანმა შეიძლება შეედაროს მას განათლებაში, იმიტომ რომ ყოვლის ცოდნე ღმერთია კაცობრივ ბუნებასთან შეერთებული. ყოვლის მცოდნე ღმერთი და კაცობრივი ბუნება შეერთდა. წარმოგიდგენიათ, ვინ შეიძლება იყოს მასზე აღმატებული. ამიტომაც ასეთი მცოდნე თუ ხარ დღეს, ასე გონია შენი თავი, უნდა გაგახსენდეს, რომ მან ისე დაიმდაბლა თავი, რომ ასეთი რამ მოინდომა, რომ არა იმპერატორად, არა რაღაცა მეცნიერ მუშაკად, არა რაღაცა აკადემიის აკადემიკოსად, არამედ სიმდაბლეში, დურგლის ოჯახში, თვითონაც რომ დურგლობდა და მამას ეხმარებოდა, პირის ბაგაში, საიდანაც ცხოველები იკვებებოდნენ, აქინება შობა და აქინება დავანება. ასეთი გახლავთ ქრისტეშობის დღესასწაული და იოანე ღვთისმეტყველი წერს. მე თუ არ მეშლება, პირველი ეპისტოლე როა, ეს ნამდვილად არ მეშლება, მაგრამ მე მგონი მეოთხე თავის დასაწყისი უნდა იყოს, თქვენ გადაამოწმეთ მაინც. ასეთ რამეს ამბობს, რომ ვის უნდაო გამოსცადოთო სულებიო, უნდა გამოსცადოთო ესო აუცილებლადო და ვინცო ამბობსო, რომ ქრისტე არ არის ღმერთიო, ისო ეშმაკეულიაო. და ვინც ამბობსო, რომ ქრისტე არის ღმერთიო, ისო ღვთისგან არისო სუყველაო. მე ახლა ძალიან უბრალო ენით გეუბნებით ამას. რატო ამბობს ამას იოანე მოციქული? იცით რომ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი გახლავთ ესეც. ანგელოსთა დაცემა სწორედ ასე მოხდა. ანგელოზებს წინასწარ განეცხადათ, რომ ადამიანის დაცემის შედეგად მე მეგონა მე მეუბნებოდი. კინაღამ წავედი. და ესე იგი განეცხადათ წინასწარ ანგელოზებს, რომ ადამიანი თუ დაეცემოდა, ეს სანამ სამყაროს შეიქმნება ხილული, ამაზეა საუბარი, ანგელოზთა დასი შექმნილია, მამები ასე გადმოსცემენ ამ განმარტავენ ამ საკითხს, რომ განეცხადათ, რომ ადამიანი თუ დაეცემა, ღმერთი განკაცდება და ესე იგი გამოიხსნის მათ ამ ცოდვის ხვეობისაგან. მაგრამ ღმერთი განკაცდება რას ნიშნავს, იცით, როგორც წერია, რომ მის წინაშე მოდრკება ყოველი მუხლი, ზეციერი და ქვეყნიერი. ვერ დაიტიეს ეს ანგელოზებმა. როგორ ჩემზე უფრო დაბლა მდგომს წინაშე მე მუხლი როგორ უნდა მოვიყარო. ვერ დაიტიეს ეს ანგელოზებმა, რომ ღმერთისა და კაცის შეერთება ასეთი შესაძლებლობა იქნებოდა საერთოდ, რომ ღმერთი განკაცდებოდა, ღმერთი ასე დაიმდაბლებდა თავს, რომ ჩამოვიდოდა ყველაზე უმდაბლეს მის აი ამ ქმნილებაში, არა ანგელოზად, არამედ კაცად მოვიდოდა ამ ქვეყნად, ეს ვერ დაიტიეს ანგელოზებმა, რომ კაცის წინაშე ჩვენ მუხლს ვერ მოვიყრითო. მაგრამ ის რომ ღმერთკაცია ამავდროულად, ამიტომაც ამბობს ამას, რომ ვინც ამბობს, რომ ის არის ღმერთკაცი, ეს ღვთისგან არის და ვინც ამბობს, რომ არ არის, ის ეშმაკისგან არის, იმიტომ რომ პირველი რევოლუციონერები ღმერთის წინაშე იყვნენ სწორედ ის ეშმაკები, რომლებმაც არ აღიარეს ჯერ კიდევ ისტორიულად არ მომხდარი ფაქტი, რომ ღმერთის განკაცებას ისინი მუხლს არ მოუდრეკდნენ, ვერ მიიღებდნენ ამას ყოველივეს. ამიტომაც დღესაც რჩება ჩვენ საზოგადოებაში მსგავსი პრობლემა, რომ ღმერთის განკაცებისა
იცით როგორ ჯერა, როგორც მითის, ღმერთის განკაცებას უყურებს რაღაც როგორც ზღაპარს თითქოს მოთხრობილს, ვიღაცა საერთოდ ამას უწოდებს საერთოდ აბსურდს, სხვა რელიგიის წარმომადგენლებზე არ ვლაპარაკობ, ქრისტიანულ ქვეყანაში დაბადებული ქრისტიანიც კი შეიძლება ასე ფიქრობდეს, იმიტომ რომ მე მქონია შეხება ასეთ ადამიანებთან, მონათლული რო არის და ეკლესიაშიც რო შემოიხედავს ხოლმე სანთლის დასანთებად, ასეთ ადამიანს უთქვამს ჩემთვის, რომ მე ღმერთის განკაცების არ მჯერა. და თუ არ გჯერა ღმერთის განკაცების, ესე იგი აღდგომისაც არ უნდა გჯეროდეს. არც მისი აღდგომა თუ არ მომხდარა მაშინ ამ ლოგიკით თუ მივყვები, მაშინ საერთოდ რა გვეშველება ჩვენ? მაშინ დავრჩენილ ვართ იმ ცხოველთა დონეზე, რომ მოვიდა ჭამა ირბინა სადღაცას მინდორში, მოკვდა და აღარაფერი აღარ დარჩა მისგან. ამიტომაც ადამიანს მეტი გონიერება მართებს, მეტი სულიერი ხედვისკენ სწრაფვა მართებს, რა რომ გაეხსნას, უფრო მეტად გაეხსნას ეს სულიერი ხედვა და დაინახოს ის რეალობა, რომ ღმერთი განკაცდა შენს გადასარჩენად და ეს მოვლენა გახლავთ აღსრულებული, სწორედ ჩვენს თვალწინ შეიძლება ითქვას, მერე რა რომ 2000 წლის შემდგომ დავიბადეთ ჩვენ და აგერ უკვე 21 საუკუნე დადგა მოვლენის შემდეგ, მიუხედავად ამისა, შენს თვალწინ აღესრულება იმის, იმიტომ რომ ქრისტე შეიძლება ფიზიკურად იშვა, ღმერთი განკაცდა ფიზიკურად რაღაცა 21 საუკუნის წინ, მაგრამ შობა ყოველ დღე შესაძლებელია შენში, იმიტომ რომ შენ შეიძლება ახალი კაცი გახდე ყოველ დღე. ახალი კაცი, ახალი შემართებით, ახალი სულიერი მოთხოვნებით, ახალი სულიერი წინსულების მოთხოვნებით. ამიტომაც ეს შობა აღესრულება ყოველწლიურად როგორც დღესასწაული, მაგრამ შობა უნდა აღესრულებოდეს ყოველწამიერად თვითეულ ჩვენგანში, როგორც კი რაღაცა შემოგაწვება, ზედმეტი ცოდნა უნდა გაგახსენდეს, რომ ქრისტე სად დაიბადა და სად ჩავისთენ მასთან ცნობილი მეცნიერები თაყვანისაცემად, ან როგორც კი შემოგაწვება ამ პარტავნება, რომ ვიღაცას ჯობი ხარ, მაშინვე უნდა გაგახსენდეს ის, რომ ქრისტე არ დაიბადა, რომ ყველასთვის მჯობნი ყოფილიყო, როგორც ყველაზე მაღალ ტახტზე მჯდომელი, ან როგორც კი გრძნობა შემოგაწვება, რომ ვიღაცაზე რაღაცით უკეთესი ხარ, იმ წამსვე უნდა გაგახსენდეს საკუთარი ცოდვები, რომელიც ცოდვებით ჩვენ ქრისტემ გაპატია და სხვის ცოდვებზე საუბრის უფლება აქედან გამომდინარე, რომ არ გაგაჩნია. ამიტომაც ჩემო ძვირფასებო, თითოეულ ამ ქმედებაში იბადება ჩვენთან ქრისტე. თითოეულ ამ რაღაცა აღკვეთაში, როდესაც აღკვეთავ ამ მოქმედებას, ამ პარტავნებას აღკვეთავ და ბაგას მიუბრუნდები, მოტრიალდები იმ ბაგისკენ და ეს ბაგა შენი გული უნდა გახდეს. იცოდეთ, რომ ასე იბადება ქრისტე და იბადება არა კონკრეტულ თარიღში, 7 იანვარს, როდესაც ჩვენ ამას აღვნიშნავთ ძველი სტილით, არამედ იბადება ყოველ წამს და ყოველ დღე და ყოველ წუთს, როცა კი ჩვენ შეგვიძლია წინ აღუდგეთ შემოტეულ ამ პარტავნებას, წინ აღუდგეთ რაღაცა უკეთესობა რო გონია ვიღაცაზე და ამ დროს ჩდება ის მადლი, ის სინათლე, რომელიც გარეგნული სინათლე კი არ არის, არამედ შენში შიგნით მანათობელი სინათლეა. აი ამ ნათლის შესახებ არის ლაპარაკი, აი ამ ჭეშმარიტების შეცნობის შესახებ არის ლაპარაკი, როდესაც ვამბობთ, რომ ღმერთი განკაცდა და მოგვიტანა ნათელი, მოგვიტანა ხსნა და მოვიდა ერთი მიზნით, რათა შევიცნოთ ჭეშმარიტება. ამინ. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ ქრისტე ღმერთი. რა არის ესა?